დაშლა, რომელიც ასე თავის სხეულზე გადააქვს ამ ადამიანს, თავისი არა მხოლოდ შიმშილობიდან გამომდინარე, არამედ მთელი თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე და მთელი თავისი პროტესტიდან გამომდინარეც და ამიტომ დღეს ვისაუბრებთ მუჰაჯირებზე და ვეცდებით ასევე შევეხოთ და გავშალოთ უშუალოდ მუსლიმი ქართველების პრობლემატიკა, საქართველოში მცხოვრები მუსლიმი ქართველების პრობლემატიკა და როგორ რა ტიპის ყოველდღიურ სისტემურ გამოწვევებს აწყდებიან ეს ადამიანები და მოკლედ მადლობა კიდევ ერთხელ დღეს აქ ყოფნისთვის და იმედი მაქვს რომ დღევანდელი ჩვენი ეთერით პატარა აგურს დავდებთ იმ სოლიდარული და თავისუფალი საქართველოს მშენებლობას ძალიან მწირე აგურს თუნდაც სოლიდარული და თავისუფალი საქართველოს მშენებლობაში რომელშიც რეალურად თემურ ქათამაძის გავსი ადამიანები არ უნდა იყვნენ ციხეში და მით უმეტეს ისინი 45 დღე არ უნდა შიმშილობდნენ. მადლობა მოკლედ და დავიწყოთ. მადლობა ყველას რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ვილაპარაკოთ დღეს ცოტა ახლოს ხო? ესე კაც ბატონ თემურ ქათამაძეზე და ამ ფორმით დავუჭიროთ ხარი. მე ვარ ქეთი გურჩიანი, ანთროპოლოგი და ჩვენი სტუმარი იქნება პირველ ნაწილში გიორგი ჭეიშვილი, ასევე ანთროპოლოგი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული მკვლევარი და მეორე ნაწილში იქნება ანა ჯანელიძე, რომელიც არის ადრეული განათლების სპეციალისტი. ბატონი თემურ ქათამაძე ახლა 45 დღეა შიმშილობს და მისი გამოკვეთილი თხოვნა არის, რომ პატივისცემენ მის გადაწყვეტილებას და წაიკითხონ ხოლმე ან თქვან, რატომ შიმშილობს ის და მე შევეცდები რომ ეს დავიცვა და პირველ რიგში მისივე სიტყვებით თქვა, რატომ შიმშილობს. ის აზრს შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილებას. ბოლო 13 წლის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმის მიერ თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის მიზანმიმართულად, მასობრივად საქართველოს მოქალაქეობის არ მინიჭების გაპროტესტება. ჩვენ ახლა აი ამ თითქოს ერთი პატარა ფრაზით რომ ხედავთ რომ დგას ძალიან ბევრი ტკივილი და დიდი პრობლემა. პირველი ეს არის გარკვეული რელიგიური ნიშნით მოქალაქეებისთვის ან არამოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული პირობების შემოღება, გაუმჭვირვალე საიმიგრაციო პოლიტიკა, გაუმჭვირვალე სასამართლო, მიკერძოებული და უსამართლო სასამართლო, რომელსაც ამდენი ხანია ვაპროტესტებთ. ეს არის ასევე ჩვენი ისტორიული ფესვების არცოდნა და გარკვეული რელიგიური ჯგუფების ისე გარიყვა, რომ მათი ისინი ეგრევე არიან ხოლმე სახელდებულები, როგორც რაღაც აბსოლუტურად უცხო მიუღებელი ჯგუფი. გიორგი, პირველი კითხვა, რომელიც ჩვენთან მექნება, არის ზუსტად ცოტა უფრო აუხსნა ჩვენ მსმენელს, ვინ არიან, რომელ ჯგუფს წარმოადგენს და როგორ ხედავ შენ ამ პრობლემას და მეც მერე ვილაპარაკებ ბატონი თემური, როდის ჩამოვიდა პირველად საქართველოში და ასე შემდეგ. მადლობა და მეგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმის გარდა რომ პიროვნებასთან გვაჩეკება, ზოგადად კონტექსტი გავიაზროთ, ვისთან გვაქვს საქმე, ხო? და ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს ამ თემით დაინტერესებისთვის. მოკლედ პირველ რიგში ალბათ ხაზი უნდა გავუხოთ იმას, რომ ზოგადად საქართველოსთვის და კონკრეტული მიმართულების პოლიტიკისთვის, რასაც დიასპორებთან ურთიერთობა ქვია, საკმაოდ დიდი დარტყმა არის და საერთოდ წარმოუდგენელია, რაც შეიძლება უყიდეს ეს სახელმწიფოს, იმიტომ რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ძალიან დიდი მუშაობა ჩაიდო იმისთვის, რომ ამ ადამიანებთან ურთიერთობა აღდგენილიყო. და ეს არის საქართველოს ბატონ თემური წარმოადგენს საქართველოს ფაქტიურად ყველაზე დიდ ისტორიულ დიასპორას, რომელიც თურქეთში ცხოვრობს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განვასხვაოთ ორი ძირითადი ჯგუფი ქართველების, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ. ერთნი არიან ძირძველი ადგილობრივი ავტოქტონური მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ართვინის რეგიონში და რომელსაც ხშირად ჩვენ თავგლარჯეთ ვეძებთ, ან ისტორიული თავგლარჯეთ, თანამედროვე ადმინისტრაციული ერთეული არის ართვინის რეგიონი.
და ასევე არიან მუჰაჯირები. მუჰაჯირები არიან ის ადამიანები, რომლებიც 1877-78 წლებში გადასახლდნენ საქართველოს შავი ზღვისპირეთიდან თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, მაშინდელი ოსმალეთის იმპერიაში, ხო? ქართველებთან ერთად, ეთნიკურ ქართველებთან ერთად, მუსლიმ ქართველებთან ერთად გადასახლდნენ ასევე მუსლიმი აფხაზები. და მათი სოფლები არის გვერდით. ცენტრალური თურქეთის სხვადასხვა რეგიონში. როგორც ვთქვით, ბატონი თემური არის ფაცას ოლქი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მაგალითად იმას თავი რომ დავანებოთ, რომ ჩვენ შიდა პრობლემებს, ხო, როგორც არის შემწყნარება და ასე შემდეგ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი, რაც ამ ადამიანებს თავის თავზე აქვს აღებული ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ, არის მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც არის აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკა, იმიტომ როგორც უკვე ვახსენე, აფხაზეთში ასევე ცხოვრობენ, უკაცრავ თურქეთში ცხოვრობენ ეთნიკური აფხაზები, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ომშიც კი მონაწილეობდნენ, რა თქმა უნდა, აფხაზურ მხარეს. და შესაბამისად საკუთარი სახელმწიფოსთან ხშირად მოითხოვენ ხოლმე გარკვეულ კონტაქტებს აფხაზეთთან და ზუსტად იქაური ქართველები არიან ისინი, ვინც ამ ყველაფერს წინააღმდეგებიან ხოლმე და ასე შემდეგ. შესაბამისად საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი დიასპორის ხონა, როგორიც არიან ეს მუჰაჯირი ქართველები და როგორც წეგან ვახსენე 90-იანი წლების დასაწყისიდან ქართველი მეცნიერები თუ სხვები ცდილობდნენ ამ ადამიანებთან ურთიერთობა დაემყარებინათ, იმიტომ რომ თვითონაც საკმაოდ სენსიტიური ჯგუფი არის, ალბათ წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ ფაქტობრივად იძულებით მოხდა მათი გადასახლება ყოველ შემთხვევაში შიშის გამო, რადგან რელიგიური განსხვავება იყო და რუსეთის იმპერია როცა ეს ტერიტორიები დაიწყო მაშინ წავიდა. შესაბამისად გარკვეული სიფრთხილით უყურებდნენ საქართველოს და საზღვრის გასვლის შემდეგ უკვე დაიწყეს აი ამ თავიანთი წინაპრების სოფლების მონახულება, თავიანთი გვარების იმიტომ რომ ბევრს არ აქვს, ბევრს ახსოვს ბევრ ოჯახს თავიანთი ქართული გვარი, მაგრამ ბევრს არ. მოკლედ ბატონი თემურიც არის ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, რომელიც საზღვრის გასვლის შემდეგ ჩამოვიდა, იპოვა ნათესავები, 100 წელი არის ფაქტობრივად გასწავლზე მეტი, მას შემდეგ გასული რაც ეს გადასახლება მოხდა, მაგრამ ეს მაინც არ არის ისეთი დიდი ისეთი ხანგრძლივი პერიოდი, როგორც მაგალითად ფერეინელ ქართველებთან, ხო იმ შემთხვევაში 400 წელია და უკვე კონტაქტებს აღდგენა ძნელია. აქ შედარებით უფრო ახალი იყო ეს წვეთა და შესაძლებელი იყო ამის აღდგენა. და გიორგის ამ თემას რო დავამატო, ბატონი თემურის ამბები როგორ ჩდება. ბატონი თემური იყო ის ადამიანი, რომელიც 90-იან წლებში ჩამოვიდა საქართველოში, ძალიან არის დაინტერესებული საქართველოს ისტორიით და ფესების კვლევით. და იყო ადამიანი, რომელიც დაიწყო ამ გვარების მოკვლევა, მაგრამ ხალხმა არ იცოდა. რასაც გიორგი ამბობდა, რომ ამაში ჩავსვათ კონტექსტში, ხო, რა ცდილობდა ეს ადამიანი. ხო, მოკლედ ეს საკმაოდ გავრცელებული ტენდენცია იყო, განსაკუთრებით საზღვრის გასვლის შემდეგ და 2000-იან წლების დასაწყისში განსაკუთრებით როცა უკვე ეს მიმოსვლა გაძლიერდა, ვიზაც აღარ იყო საჭირო, იმიტომ რომ თავიდან სავიზო რეჟიმი იყო საქართველოსა და თურქეთს შორის და მოკლედ ვახსენე სენსიტიურობა, რომელიც აი ამ მხარეს თურქეთში მცხოვრებ ქართველებს აქვს, როგორ იქნებიან სამშობლოში, ისტორიულ სამშობლოში მიღებული და ასე შემდეგ. და ბატონი თემურის დაკავება ძალიან ცუდ სიგნალს აგზავნის. ამ ზუსტი სტატისტიკა არ ვიცით, იქაური ქართველები ამბობენ, რომ დაახლოებით 4 მილიონი არიან. უბრალოდ თურქეთში არ ხდება ეთნიკური ნიშნით მოსახლეობის აღწერა, ამის მით ხდება აღწერა ხოლმე და შესაბამისად არ ვიცით რამდენი არიან, მაგრამ საკმაოდ მრავალრიცხოვანი დიასპორა ყავს ნატოს წევრ ქვეყანაში, რომელსაც ეხლა ვუგზავნით ფაქტიურად ძირს უთხრის ქართული სახელმწიფო აი ამ ურთიერთობებს ეხლა ბატონი თემურის დაკავებით და ისეთ მდგომარეობაში ყოლით 55 ადამიანის შევშურებს როგორც გიორგი, დიდი მადლობა. მეორე აქცენტი, რომელიც ბატონი თემურისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის რო კარგად გავიაზრეთ, არის ის, რომ ის თავს ათავსებს იმ მუსლიმური
ქართული უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფებთან, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს გარეთ, მაგრამ თავს მაინც ქართველებად თვლიან, უნდათ რომ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ვერ იღებენ. და ასეთები არიან სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანში, ირანში ან თურქეთის ტერიტორიაზე. მეორე კითხვა, რომელიც მე მექნებოდა არის, როგორ ხედავ ისლამთან დაკავშირებულ გარიყულობას და თუ გქონდა შენ ამ თაობაზე რამე კვლევა, როგორი არის შენი დაკვირვებები? ხო, ცოტა ალბათ ისტორიულ კონტექსტში უნდა შევხედოთ ამასაც. 90-იანი წლებისთვის, როცა აჭარა შეუერთდა 1921 წელს გაიგო საქართველოსა და თურქეთის შორის საზღვარი, რომელიც ახლა არსებობს და აჭარა დაარჩა საქართველოსთან ერთად გახდა საბჭოთა კავშირის ნაწილი. რა პერიოდშიც დაიწყო ეს ასე ვთქვათ, რბილად რომ ვთქვათ, სეკულარული პოლიტიკა, ბოლშევიკური ანტირელიგიური, ხო? რამაც და ქართული ისტორიული ნარატივის სპეციფიკურობა, რომელიც ერთმანეთს უტოლებდა ქრისტიანობას და ქართველობას, გარკვეულწილად შეამზადა ის, რაც მოხდა უკვე 90-იან წლებში, როცა მასიური ნათლობა დაიწყო ადგილობრივი მოსახლეობის და საკმაოდ დიდი რაოდენობით მოსახლეობა მოინათლა. შესაბამისად და ის ნაწილი, რომელიც არ მოინათლა, სხვა შორის ადგილობრივ მოსახლეობას თვითონ სოფლებში, ქალაქის პირობებში ცოტა სხვა სიტუაცია აქვს. სოფლებში ერთი და იგივე ოჯახში გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ მაგალითად ბებია-ბაბუა მუსლიმია, შვილიშვილები ქრისტიანები, ქრისტიანი შვილიშვილები მაგალითად ბებიის და ბაბუის გარდაცვალების შემთხვევაში ეძახიან ხოჯას და ასე შემდეგ. საკმაოდ ნორმალური სიტუაცია არის სოფლებში. მაგრამ უკვე ადმინისტრაციის ძალაუფლების მხრიდან დამოკიდებულება ისეთ ხალხის მხრიდან, ვინც რეგიონიდან არ არის, შესაბამისად ცოტა სხვანაირია. და ჩვენც არ გავიმეორებდი ამას, იმიტომ რომ დაზუსტებული ინფორმაცია არის, მაგრამ საკმაოდ ხშირად გაგვიგია იქაური ქართველების წუხილი, რომ მაგალითად ქართველებს ეძახიან მათ ქართველობას უარყოფენ იმის გამო, რელიგიური განსხვავების გამო. და ჩვენ ვიცით, რომ ბატონი თებურიც თან დაკავშირებითაც ითქვა, რომ ესე მიმართეს, რომ წასულიყო თავის ქვეყანაში, თურქეთში, როგორც თუ. და მე მგონი ასე იყო და ჩვენს გვესმოდა ტელევიზორში ეუბნებოდნენ, რომ შენ თურქეთში აპროტესტე, რატო აპროტესტე ფამ. და ეს დამოკიდებულება, რომ თუ ხარ მუსლიმი, არ ხარ ნამდვილი ქართველი, ეხება არა მხოლოდ ჩვენ ხალხს აჭარაში, არამედ ეხება ჩვენ ხალხს მანიში, ჩვენს აზერბაიჯანელებს და ეხება ბევრი სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, მაგრამ ისინი განსაკუთრებით. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში სურათი გაცილებით უპორტრეტია და არსებობს გარკვეული შესაძლებლობა და ტრადიციები, რომლებიც კიდევ მისდევენ გარკვეულ ადგილებში, მათ შორის თბილისში, თბილისის გარეთ სოფლებში. მე ერთ-ერთი ესეთი ტრადიცია ვიკვლიე, რომლის დროსაც ნათლობისას მოიწვევენ ხოლმე ქრისტიანები მუსლიმ მეგობარს და ბავშვს ანათლინებენ ქრისტიანულად, და მუსლიმები მოიწვევენ ქირვად წითელთვეთის რიტუალზე. ეხლა ეს ქირვაზე მიწვევა უფრო ის არის, რომ პატივსცემა ხომ მოგიწვევ და ისეთი დიდი ბარიერის გადალახვა თითქოს არ არის. მაგრამ მეორე ტრადიცია, როდესაც შენ რელიგიურადაც იმდენად ღია ხარ, შენ მუსლიმ მეგობარს მოიწვევ იმისთვის, რომ შენი შვილის ნათლია იყოს და ისიც იმდენად ღიაა, რომ ამას დათანხმდეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა და თან ძალიან იმედის მომცემია. მე რო ვეკითხებოდი ერთ-ერთ სოფელში, რომ ამას თქვენ როგორ ხსნით, და იმან მითხრა, რომ ჩვენო ვაჟას ხალხი ვართო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო შეიძლება უამრავ რაღაცაზე თქვა, რომ აი ვისი ხალხი ვართ ჩვენ და აი მათ აირჩიეს, რომ ამ ხელა არჩევანში როცა ვაჟა-მშაველა ყავს, რატო უნდა იყო ხა მაინდა-მაინც რა ვქვი პოლიციელს რაუნებდა შენ თურქი ხარ და რატო აპროტესტები. რატო აირჩია, რომ მაინდა-მაინც იმისი
ადამიანი იყო. ხო, იმასაც კი შეუძლია გადაიფიქროს და მიხვდეს, რომ ჯობია რომ ესეთი იყო, ხო? სადაც ამბობენ, რომ მარტო ჩვენ კი არ ვზიან, ხო, დედანიო. ისიც ჩვეულებრივი მოქალაქე. ეხლა ეს ამბავი, რომ მუსლიმი ბავშვები, მუსლიმი ახალგაზრდები სხვადასხვა სივრცეებში იჩაგრებიან, ბევრი სხვადასხვა მკვლევრის ყურადღების ცენტრში აღმოჩენილა. მშვიდობის პრაქტიკები უფრო ნაკლებად. მე კი მგონია, რომ ეს მშვიდობის და თანაცმრობის ტრადიციები ზუსტად ისევე საინტერესოა და შეიძლება ზუსტად იქიდან აიღონ რაღაცა ნაპერწკალი და ის განავითარან და შეხედა როგორ კარგად ახერხებდა ამას ხალხი. მათ შორის თბილისშიც. მე ვცხოვრობ ერთ-ერთ უბანში, სადაც აზერები და სომეხი თბილისელები არიან ერთმანეთში დაქორწინებული, აქვს უამრავი ტრადიცია, რომელსაც ერთმანეთში იზიარებენ და რაღაცას ეკითხები, რომ მოკირწყიდეს. შენ სადაური ხარ, მეუნებიან, იმიტომ რომ ისინი ამბობენ, რომ თუ ნამდვილი თბილისელი ხარ, ცხოვრობ ასე. ასე ამბობენ აჭარაში, რომ ახლა ჩვენ აჭარლები ცხოვრობთ ასე. ჩვენ რაღაცა დვანში ცხოვრობთ ასე და ამასთან ჩავეჭიდეთ. მაგრამ სახელმწიფო მხრიდან ამის ხელშეწყობა ძალიან ნაკლებად ხდებოდა და ეხლა უფრო და უფრო გამოიყენება იარაღად. ამიტომ მე მინდა რომ ვთხოვო ანა ჯანელიძეს, რომ ველაპარაკოს ამაზე. მე არ ვიტყვი და შენ იყავი. დიდი მადლობა გიორგი. სპეციალისტი და რადგან ვისაუბრებთ ძირითადად ეხება საბავშვო ბავშვებს, ანუ ადრეულ განათლებას. მაგრამ ჩემს ადგილას ახლა აქ მივიდეს მაგალითად სოციმუშაკი, ან მოიჭდეს ექიმი, ასად ისაუბრებდა სხვადასხვა პრობლემებზე, რომელიც მრავლად არის აი ამ ჯგუფების ესე რომლებიც აწუხებთ ეროვნულ უმცირესობებს, რელიგიურ უმცირესობებს. ქეთი მახსენა ჩვენ ძირითადად საუბარი იყო აჭარის რეგიონზე, მაგრამ ეთნიკური უმცირესობები ასევე ცხოვრობენ ქვემოქართლში, სამხრეთ-ჯავახეთში და ძალიან მსგავსი ანალოგიური პრობლემები აქვთ, როდესაც თქვა საბავშვო ბაღებს დავაკვირდებით. თუ გადავხედოთ სტატისტიკას ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე დაბალი ჩართულობა საბავშვო ბაღებში არის სწორედ აი ამ სამ რეგიონში, სადაც მჭიდროდ არიან დასახლებული ეროვნული უმცირესობები, რელიგიური უმცირესობები. ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 29% ბავშვებისა 6 წლამდე დაიბადა საბავშვო ბაღში. მაგრამ ყველაზე ესე ვთქვათ, ცუდი მაჩვენებლები გვაქვს რამდენიმე მუნიციპალიტეტში, რომელსაც ახლა გეტყვით. მაგალითად, ხულოში 74% ბავშვების არ დადის და შევადაროთ ეს ქვეყნის საშუალო მაჩვენებლებს, ფაქტიურად ორჯერ უფრო მეტი ბავშვი ვერ დადის და ცოტა კიდე უფრო მეტი. შუახევში ეს არის 60%, ქედაში 55%, მარნეულში 62%, ბოლნისში 61%, დმანისში 70%. ან თითქმის 2/3 ბავშვებისა ან მეტი აი ამ ჩავარდნილ მუნიციპალიტეტებში არ მიუწვდება ხელს სკოლამდე განათლებაზე. მოკლედ ვიტყვი ძალიან რატომ არის ეს პრობლემა. ხო, ესე პრობლემა არის იმიტომ, რომ სკოლამდელი განათლება ითვლება, რომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც შეიძლება თქვათ სახლის გარემოში არ ხდებოდეს მათი განვითარების სათანადო მხარდაჭერა სხვადასხვა მიზეზის გამო. როდესაც ბავშვი მაგალითად არ საუბრობს სახელმწიფო ენაზე, ესეც არის ერთ-ერთი ის ფაქტორი, რომელიც შემდეგ სკოლაში შეიძლება ხელი შეუშალოს მის თანატოლებთან შედარებით, ქართულ თანატოლებთან შედარებით, რომ კარგად და წარმატებით დაიწყოს სკოლაში სწავლა. ამიტომ საბავშვო ბაღი მოიაზრება, რომ ზუსტად ის საფეხურია განათლების, როდესაც აი ეს თანასწორობა
შეგვიძლია რომ აღმოვხვრათ თუ კი ხარისხიან სკოლამდე განათლებას შევთავაზებთ, ხო? ასევე ხშირ შემთხვევაში თქვათ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის იგივენაირი გამოწვევები არის და პრობლემები, რომელიც თქვათ საბავშვო ბაღებს შეიძლება დააბალანსოს და მისცეს ის თქვათ მასტიმულირებელი გარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლა კარგად დაიწყოს, ასე თქვათ, მომზადებული იყოს სკოლისთვის. პრობლემები არის ასევე თანამშრომლებთან მიმართებით საბავშვო ბაღებში. პერსონალის ხარდაჭერა ის რაც ქართველ აღნიშნულს მაგალითად ხელი მიუწვდება თბილისში, მაგალითად გორში ან ზუგდიდში, ამ მუნიციპალიტეტებში ხშირად ეს უბრალოდ შეუძლებელია. ხშირ შემთხვევაში აღზრდები, რომლებიც არ იციან ქართული ენა და სახელმწიფოს არასოდეს უბრუნია იმაზე, რომ ხელი შეეწყო მათი ენობრივი კომპეტენციების განვითარებისთვის, ვერ სთავაზობს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს. ანუ სახელმწიფო ადგენს ხარისხის სტანდარტებს, მაგალითად ქმნის რაღაც პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, ტრენინგ მოდულებს და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ადამიანებისთვის ვერაფერს ვერ სთავაზობს. თუ სთავაზობს, ის არის ქართულ ენაზე და წარმოიდგინეთ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს ადამიანები მონაწილეობას იღებენ ტრენინგში ან რაღაც პროფესიული განვითარების რაღაც აქტივობაში, რომელიც არ ესმით და რაღაც ცინიკურია, ალბათ ესეთი დამოკიდებულება. შესაბამისად ის ბავშვები, რომლებიც ამ რეგიონებში, ამ მუნიციპალიტეტებში დადიან საბავშვო ბაღში, გადის წლები და მათი გარემო, საგანმანათლებლო გარემო საერთოდ არ უმჯობესდება. და კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ, ფეთი, ეს არის მეორე მიმართულება, რაზეც მე ვმუშაობ, არის საბავშვო წიგნები. და საბავშვო წიგნები მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადრეული წიგნიერებისთვის და წიგნიერება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი კომპეტენცია, რომელსაც ეფუძნება ზოგადად სწავლის პროცესი სკოლაში და შემდგომ. ამ კომპეტენციების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წიგნები, ანუ რომ უფროსები ადრეულ ასაკში, საბავშვო ბაღში, სახლში უკითხავდნენ წიგნებს. ამ მუნიციპალიტეტებში წიგნებზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან დაბალი, როგორც საბავშვო ბაღებში, ასევე ოჯახებში და საბავშვო ბაღს უნდა გქონდეს ზუსტად ის როლი, რომ თუ კი სახლში არ არის საბავშვო წიგნი, აუცილებლად იყოს საბავშვო ბაღში და ამ მონარების განვითარება ხდებოდეს. და რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს წიგნები არ არის არც ბავშვების მშობლიურ ენაზე და არც ქართულ ენაზე. ეს ბავშვები სკოლაში ხშირად მიდიან ისე, რომ რაიმე 6 წლის განმავლობაში, რაც ცხოვრია სამწუხაროდ, არავის არ წაუკითხავს მათთვის წიგნი. რაც არის, ესე ვთქვათ, ძალიან დიდი მინუსიდან დაწყება, თუ კი შევადარებთ იმ ბავშვებს, ვისაც თქვათ, ისეთ ბაღში დადიან, სადაც წიგნებს იკითხავენ ან სახლში. ხო, მოკლედ ეს არის ალბათ რაღაც ვიწრო საკითხებზე კონცენტრირდით ახლა, მაგრამ რეალურად ასეთი და მსგავსი გამოწვევები სხვა სერვისების, მომსახურებების, სხვა სფეროებშიც მრავლად აქვს ამ ადამიანებს და ძალიან სამწუხაროა, რომ გადის წლები და ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ აი რაიმე თანამიმდევრული პოლიტიკა იქნებოდეს რომელიმე მიმართულებით, ახლა მე სკოლამდე განათლებაზე საუბრობ, მაგრამ სხვა მიმართულებებითაც იგივე პრობლემები და გამოწვევები არის სამწუხაროდ. ანა, დიდი მადლობა. ჩვენ შეგვიძლია ასევე დავამატოთ, მე მგონი, რომ სკოლებში სადაც კანონით არის აკრძალული, რომ სასწავლო პერიოდი ან სასწავლო სივრცეები გამოყენებული იყოს რელიგიური პროზელიტიზმისთვის, ის აქტიურად არის გამოყენებული იმისთვის, რომ ქრისტიანული რელიგია იყოს ყველგან გამოფენილი, ან მოხდეს მუსლიმი ბავშვების ზე რაღაცა ზეწოლა, რომ მათ შეიცვალონ რელიგია და ძალიან ხშირად ამას სახელმწიფო არათუ ყურადღებას არ აქცევს, რომ რატო ხდება, რომ ამ ყველა სივრცეში ესე არის ეს გამოფენილი, არ უყურებს როგორ ზნობს თავს ეს ბავშვი, რომელიც თავის რელიგიას რაღაცნაირად უკვე სამართლიანადაც აღიქვამს და სულ ხდებათ ხოლმე თავის გამართლება თუ არ არიან ქრისტიანები.
ასეთ დღეში განსაკუთრებით არიან მუსლიმები და იეზიდები, რომლებსაც ძალიან ხშირად უწევთ ხოლმე, რომ ხათრით მოინათლონ და ხათრით შეიცვალონ რელიგია, ან მასწავლებელი ეუბნება, რომ რაღაცნაირად მე შენდა გადაგარჩინა. აი, მაგალითად ისნის ერთ-ერთ სკოლაში ადრე რამდენიმე წლის წინ იყო ეს შემთხვევა, რომ სკოლის დირექტორი ეუბნებოდა მასწავლებელს, რომ ეს ხატები ნუ შეგაქვთ ჩვენთან განსაკუთრებით აქ რაიონი და ბევრი მუსლიმი ბავშვია და არ გინდა ეს რო აკითხებ მაინც ამას და ალოცებ და ასე შემდეგ ლოცულობენ ბავშვები, მაგრამ ეს მასწავლებელი ყოველდღიურად ცდილობდა კანონის დარღვევას და ამბობდა, რომ მე მათი გაქრისტიანებით გაცილებით უფრო მეტის მექნება სარგებელი IQ-ში ვიდრე რამე სასჯელი იქნება ამ ქვეყნიდან და იმასაც ხედავთ, რომ ეს რაღაცა ამ ტიპის დაცვა ბავშვების რომ შეინარჩუნონ საკუთარი იდენტობა და რელიგია არ ხდება. შესაბამისად, ჯარშიც მე როგორც ვიცით, ჯარი არასოდეს არ მიყრევია, ერთ-ერთი ნაწილი მათი ყოფის არის ხოლმე ერთად ლოცვა. ან ისინი სადღაც განზე უნდა გადგნენ თუ ვერ ილოცებენ მათთან ერთად და ასე შემდეგ, ხო? ანუ მუდმივად ხდება მუსლიმების მარკირებას ეძახიან ხოლმე ხელოვნური ტერმინი, მაგრამ რაღაცა რა აღნიშნა, რომ გამოარჩიო ისინი როგორც რაღაცა რო აკრია ცოტა ადამიანს, რომელსაც არ არის ის კარგი ქართველი, ან არ არის კარგი საქართველოს მოქალაქე და ამის გააზრება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზერი მეზობელი მეუბნებოდა, რომ სუფრაზე დაპატიჟეს და დავლიო, ყველამ დალიო სათქმელო და მეცებ თქვი ჩვენ საქართველოს გამომარჯვეს და შენ რა შუაში ხარ რომ მეუბნებოდნენ და მე გადავირიო თან წარმედგენ სუფრაზე პატიჟებო გვერდზე იმაშვები თან მე ხო იცი არ უნდა ვსამდე ეს მიხსნის, მაგრამ ეს ამიდის კიდეც ამაზე გეჭახუნებს ჭიქას და შენ საერთო ქვეყნის საქართველოს სოფს და არ ხარ ზად შესაძლოა ჩვენც აი ყოველდღიურობა შეესწრო დავინახოთ და გამოვასწოროთ. მე ჩვენც შევქმნით ისეთ საიმიგრაციო ოფისებს, ისეთ სასამართლოს, სადაც მუსლიმებს ასეთ პრობლემები არ ექნებათ. დიდი მადლობა. არ ვიცი ვინმეს თუ უნდა რამე თქვას. ან რამე სხვა თემაზე. ვინმეს თუ გაქვთ შეკითხვა, მოგაწვით მიკროფონს და შეგიძლიათ დასვათ. მეგონი არ არის შეკითხვა. მადლობა. თქვენ გაქვთ შეკითხვა, ბოდიშ? მარეული დაკავშირები და აზერბაიჯანის დაკავშირებით გასაგებია. თქვენ რომ თვითონ დაბალი პროცენტული სამშობლოში, მაგრამ აჭარაში რა პრობლემაა? ენობრივი ბარიერი არ არსებობს. არ მგონია რატომ უნდა იყოს? რატომ უნდა იყოს მაგალითად ხულოში განსხვავებული, მაგრამ ყაზბეგთან შედარებით პრობლემა არ ეძავდა. რა პრობლემაა? ეს ხა სამწუხაროდ მე არ მაქვს ის სრულყოფილი პასუხი, რატომ არის პრობლემა. არისო. ესე და ის რომ არავის უკვლევია ეს საკითხი. არის რომ განსხვავება ხულოსა და ყაზბეგს შორის. კი არის განსხვავება. ესეთი მაღალი ესეთი დაბალი ჩართულობა არ არის ყაზბეგში. მე რაც ჩამოვთვალე, ეს მუნიციპალიტეტები არის ის მუნიციპალიტეტები, სადაც ყველაზე ბევრი ბავშვია ბაღებს გარეთ დარჩენილი. ანუ მიზეზი აქ არის. მიზეზები არავის უკლებია. მაღალმთიანი რომ არის რელიგიური ფაქტორი. ეგ არის. არა, ესე იგი რატო? უნდა იყოს რაღაც. სხვადასხვა მიზეზები შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემი მხრიდან ახლა არასწორი იქნება, იმიტომ რომ არ წამიკითხავს ამის შესახებ კვლევა, რამ შეიძლება გამოიწვიოს, შეიძლება მრავალფეროვანი მიზეზი შეიძლება ქონდეს, შეიძლება დამოკიდებულებებიც იყოს, მაგრამ სახელმწიფო ამაზეც უნდა მუშაობდეს, იმიტომ რომ შეიძლება საზოგადოება არ ცდილდეს, რომ საჭიროა ადრეული განათლება და ზუსტად სახელმწიფო უნდა მუშაობდეს თემთან, ადგილობრივთან, რომ დაანახოს და უყუროს, რომ ეს თქვენს ბავშვებს ჭირდებათ, ხო? მაგრამ შეიძლება მეორე მიზეზი ის არის, რომ მაღალმთიანია, სხვა ტიპის გამოძიებია და შეიძლება ის არის, რომ სხვანაირი სერვისები ჭირდებათ. იქ ზუსტად იმიტომ, რომ კლიმატი სხვანაირია და ასე შემდეგ. ყაზბეგთან და მესტიასთან პარალელი ხულესი მაღალმთიანი რეგიონებია და იქ შეიძლება ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს და ამ ფაქტორების ერთობლიობის გამო არის, რომ ესე, მაგრამ ფაქტი არის ეს და ფაქტი არის, რომ არ იცვლება ეს წლიდან წლამდე. ანუ ჩართულობა რჩება ისე დაბალი აი ამ მუნიციპალიტეტებში.
მუნიციპალიტეტებში, რომლებზეც ვისაუბრეთ. და რომ შეიცვალოს ძალიან სწორია ამ კითხვის დადგმა, რატოა ესე? რომ ზუსტად იმ საკითხებზე ვიმუშაოთ, რაც იწვევს მერე ამ გამოჩართულებას. საერთოდ სახელმწიფოს მიდგომა ამ საკითხისადმი წლების განმავლობაში იყო ასეთი, რომ ვაშენებთ ახალ ბაღებს. დაბალია ჩართულობა, რომ ავაშენებთ ახალი ბაღები, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი და ასევე ახალი ბაღის აშენებით, ახალი ბაღი ყველგან ვერ აშენდება, სადაც ბავშვია, იმიტომ რომ არის სოფლები, სადაც არის 4 ბავშვი, 6 ბავშვი. და შეუძლებელია იქ ახალი ბაღები აშენდეს, ვერ შეძლებს, ხო საქართველოს ბიუჯეტი 100 წელი ვერ დაძლევა ესეთ იმას. მაგრამ არსებობს საქართველოშიც არსებობს და საქართველოს ფარგლებს გარეთაც მრავალი გამოცდილება განსხვავებული მოდელების. ბავშვმა მიიღოს ის, რაც სჭირდება, მაგრამ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ტიპის სერვისებით და ასე შემდეგ. ამ ფორმებს დღევანდელი კანონმდებლობა საქართველოს ფაქტობრივად კრძალავს. დაახლოებით 6 წელია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ექსპერტები, სპეციალისტები, თავად განათლების სამინისტროც კი ლაპარაკობს იმაზე, რომ უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამ 6 წლის განმავლობაში რატომღაც ვერ მოიცალა სახელმწიფო ამისთვის, ვერ ფიქრობს იმ 29%-ზე ქვეყნის მასშტაბით ბავშვებზე, რომელსაც სჭირდება სკოლამდელი განათლება დღეს, გაიზარდნენ უკვე 6 წლის არიან ის 6 წლის დაიბადა, ხო? მაგრამ ეს პატარა ცვლილება კანონში ვერ შეიტანეს და სამაგიეროდ რა კანონებსაც იღებენ დღეში ვიცი. შეიძლება გამეცინან სასწრაფოები მაგაზე. მოკლედ ჩვენ ძალიან სერიოზული დილების წინაშე ვდგება და ამაში რაც დგას პრობლემების სახით, ხო? ყველა საკითხში გვაქვს უძიმესი მდგომარეობა და მე ვთვლი, რომ ერთ-ერთი პიროვნება მოქალაქე და უფლებების დამცველი ერთობის თითოეული ჩვენთანავე ვართ დამნაშავე. ავირჩევთ ხოლმე ხელისუფლებას და მე აღარ გვაინტერესებს რა პოლიტიკას ატარებს ჩვენი მოსახლეობის მიმართ და საქართველოს იქეთ ცხოვრებ ჩვენ ქართველებს, ისტორიულ ქართველებს. რამდენიმე წლის წინ საინგილოში დაბადებულმა ქართველმა ვითმა სპორტსმენი გახდა, უარი განაცხადა წარმატებული ევროვიზიაზე, ასპარეზზე, უარი განაცხადა აზერბაიჯანის დროშით გამოსვლაზე და უნდა საქართველოს მოქალაქეობის მიღება. ფედერაცია მთელი ამები დავახელე, წლები დაგვჭირდა საინგილოს მოქალაქეს ისტორიულ ქართლს საქართველოს ხელისუფლებამ აღმოჩნდა მოქალაქე. აი ეს რეგიონი მთლიანად არის ჩვენი ყურადღების მიღმა. იქ როგორ ცხოვრობენ რაღაცა. წელს მე მგონი სექტემბერში 10 სახელმძღვანელოები გააგზავნეს. ყოველ წელსაც ვითხოვდით სახელმძღვანელო შედიოდა რაღაცა რაკოც და ასე შემდეგ. ჩვენ უნდა ალბათ ახალ ხელისუფლება მალე გაჩქარებული წესი უნდა მოვყვანოთ და უნდა შევიკრიბოთ ვის რა თემებზე ვიმუშავნია და უნდა შევქმნათ აი იდეების პაკეტი სრულად, რომელიც უნდა დაუდგოთ ახალ ხელისუფლებას. ჩვენ არ ხართ ქართველები ასეთ დასაკარგავი. თითოეულ მაგრას უნდა გავუხსნათ და არ ზეგნეტია იმაზე საუბარი წამსის მიხედვით ადამიანების დაყოფა. ეს კატეგორიულად მიუღებელი ადამიანი მე ვარ ახლა არ უნდა ძალადობდეს არც მასწავლებელი, არც სახელმწიფო და არც ეკლესია მართლმადიდებლური. ეს უარეს შედეგს გამოიწვევს საბოლოოდ. რა ვიცი, აბა საფიქრალი გვაქვს ბევრ რაღაცებზე და მალე დავაჩქარ და ბატონ თემუს დიდი მადლობა. მაგრამ რეალური სურათი თავისი ფიზიკური გადმოსვლით გამოავლინა თუ როგორი პოლიტიკა ტარდება ჩვენს ქვეყანაში საქართველოს საზღვრებს იქეთენ ცხოვრებ ისტორიული ქართველების მიმართ. და მალე თავისუფლებას ვისურვებ ბატონ თემუს მზიას და ჩვენს ხივსეულ მძევლებს, რომელიც ყვეთხავს ამ დრომდე რეჟიმს სამარცხვინოდ. ესენი არიან დამოუკიდებელი საქართველოს ხივსეულის სახე, ვიწყათ მათ პარლამენტში აღარ. წარმატებები ყველას. მადლობა. მე მგონია, რომ ადამიანურად მირჩევნია მოვუწოდო, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, იმიტომ რომ ეს ნამდვილად აზიანებს მას და იმისით, რომ შეძლო ადამიანმა ბრძოლა ცოცხალი უნდა იყო. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ ამ ცხოვრებს, ის უკვე ძალიან დიდია და მოვუწოდეთ ბატონ თემურს, რომ აუცილებლად შეწყვიტოს შიმშილობა. მადლობა.
მადლობა.